თუკი საბჭოთა კავშირში სექსი საერთოდ არ არსებობდა, საქართველოში არსებობს, მაგრამ ამისი ვრცხვენია. სამაგიეროდ ძალიან გვიხარია, როცა ვიგებთ ხოლმე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე საკმაოდ გულახდილად საუბრობენ. მოკლედ, ცოტა ხნის წინ კლუბ Unix უკრაინელი დიჯეების, უпростоრად დიდ მკერდიანი სექსუალური ქალბატონების დუეტი ეწვია Diamonds. ჩვენ და გასაკვირად მათ თვალი დიჯეის პულტამდე თბილისის მოდის კვირეულზე მოვკარით და შთაბეჭდილებებზეც გავესაუბრეთ. ძალიან საინტერესო მოდის კვირეული გქონიათ, მოგვეწონა. რამდენიმე კოსტიუმით მოვიხიბლეთ, ჩვენ დიზაინერს რაიმე მსგავს შევაკერინებთ. განსაკუთრებით ფერები მომეწონა, მოდურია და ლამაზი, ფეხსაცმელიც მაგარია, პლატფორმები და ფეხზე ფერადი წინდები. ინტერვიუს დროს კი ერთი შეცდომა დავუშვით და ისიც ვიკითხეთ, ასეთი გულახდილი შოუები ხომ არ გეუხერხულებათ თქო. სამწუხაროდ დაგვავიწყდა, რომ საქმე ქართულ მანდილოსნებთან არ გქონდა და პასუხიც დამსახურებული მივიღეთ დაახლოებით ასეთი ქვეტექსტით. თქვენთან რა, სექსი უკვირთ? თეორია ხალხს პოზიტივი გადასცა, შენი მუსიკით, ცეკვებით ძალიან მოგწონს მიქსაობა. დიახ, გულახდილი შოუ გვაქვს და ამისი არც ვრცხვენია, რადგანაც არა, სექსი ყოველთვის აქტუალური იქნება, რა არის ამაში ცუდი. მოკლედ, რამდენად უკვირთ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ სექსუალურ ქალებზე ასე ვთქვათ თავისებური წარმოდგენა აქვთ ქართულ მამაკაცებსაც. წლები კი გადის, მაგრამ მათზე შთაბეჭდილება საერთოდ არ იცვლება და ეს ოჯახში შესაშვები გოგო არ არის ფრაზა არანაკლები სიხშირი ჭღერს. ჯობიან თუ ვერა? რატო? ქართველები უფრო სექსუალები არიან. ვერ დაუწუნებ ვერაფერს, ჩემთან სოფელში არა. ნუ ზოგადად ალბათ. მოკლედ, DJ duo Diamonds-ი დაღწევანება ქართველმა მამრობითმა სქესმა ძლივს მოასწრო, რომ გოგონებმა კლუბი დატოვეს და იმაზე ჩაგვაფიქრეს, რომ სულაც არ იქნებოდა ორიგო ქართველმა ქალბატონებმა დიჯეობას უფრო აქტიურად მიჰყონ ხელი. შეიძლება მათი უმეტესობისაგან კარგი მუსიკოსი ვერ დადგეს, მაგრამ ტუჩების დაბერვა და მკერდის გამობზედა უკრაინელებზე ნაკლებად არ გამოუვათ.